თუ ახლა ამ ვიდეოს უყურებ, ეს შემთხვევითი არ არის. შენ აქ ხარ იმიტომ, რომ შენი ცნობიერება უკვე ეძებს იმაზე მეტს, რასაც ფიზიკური თვალით ხედავ. მეტ სინათლეს, მეტ ჭეშმარიტებასა და მეტ სიყვარულს. დღეს ერთად ვისაუბროთ ჩვენი აზროვნების ევოლუციაზე, იმაზე, თუ რატომ ვართ დედამიწაზე და როგორ შევინარჩუნოთ მაღალვიბრაციული სიხშირე სამყაროს ქაოსშიც კი. ღრმად ჩაისუნთქე და მოდი ამ მოგზაურობაში ერთად შევიდეთ. დავიწყოთ აზროვნების ევოლუციით, რაც ნიშნავს უკვე გაღვიძებულ ცნობიერებას. ადამიანის აზროვნება მუდმივად ვითარდება. ერთ დროს ჩვენ ვცხოვრობდით შიშით, გადარჩენისთვის, არსებობისთვის. შემდეგ მოვიდა კონტროლი, ძალა, ეგო. მაგრამ ახლა კაცობრიობა გადადის ახალ ეტაპზე, გაღვიძებული ცნობიერების ეპოქაში. ეს არის დრო, როცა ადამიანი სვამს კითხვებს. ვინ ვარ მე სინამდვილეში? რატომ ვარ აქ? რა არის ჩემი სულიერი მისია? აზროვნების ევოლუცია იწყება მაშინ, როცა წვეთთ მხოლოდ გარე რეალობაზე რეაგირებას და ვიწყებთ შინაგან სამყაროზე პასუხისმგებლობის აღებას. და მაინც რა არის ჩვენი ცხოვრების აზრი დედამიწაზე? დედამიწა არ არის მხოლოდ საცხოვრებელი ადგილი. ის არის სულის სკოლა. აქ მოვედით, რადგან ვისწავლოთ სიყვარული შიშის გარეშე. შევიცნოთ საკუთარი ძალა. განვიკურნოთ ძველი კარმული მეხსიერება. და გავიხსენოთ, რომ ჩვენ სინათლის არსებები ვართ. შემთხვევით არაფერი ხდება სამყაროში. ყოველი გამოცდილება, სასიამოვნოც და მტკივნეულიც ჩვენი სულის ზრდისთვის არის შექმნილი. შენ არ ხარ შეცდომა, შენ არ ხარ შემთხვევითი, შენ ხარ სამყაროს ცოცხალი გამოვლინება. მაღალვიბრაციული სიხშირე ეს ადამიანის შინაგანი მდგომარეობაა. მაღალი ვიბრაცია არ ნიშნავს მუდმივ ბედნიერებას. ეს ნიშნავს ცნობიერ არჩევანს. როდესაც ირჩევ სიყვარულს შურის ნაცვლად, სიმშვიდეს ქაოსის ნაცვლად, მიმღებლობას წინააღმდეგობის ნაცვლად, შენ ავტომატურად ადიხარ მაღალვიბრაციულ სიხშირეზე. მაღალვიბრაციული ადამიანი აკვირდება საკუთარ აზრებს, პატივს სცემს საკუთარ ენერგიას. არ იკვებება ნეგატივით და იცის როდის თქვას არა. როგორ შევინარჩუნოთ მაღალვიბრაციული სიხშირე ყოველდღიურობაში? პირველი ეს არის მადლიერება. ყველაზე ძლიერი ვიბრაციული გასაღები. როდესაც მადლობ ყველაფრისთვის ღმერთს, რაც გაქვს, შენ უკვე ადიხარ მაღალ სიხშირეზე. შემდეგი ბუნებასთან კავშირი. დედამიწა გვაბალანსებს, გვიცხრობს უარყოფით ემოციებს. სუნთქვა და მედიტაცია, გონების გაწმენდა ღვთაებრივი ენერგიით. აზრების, სიტყვებისა და მოქმედებების სისუფთავე. სწორედ აზრი, სიტყვა და ქმედება ქმნის რეალობას.
სიყვარული საკუთარი თავის მიმართ. თუ ჭეშმარიტად გიყვარს საკუთარი თავი, გიყვარს მთელი სამყარო. ეს კი ყველაფრის საფუძველია. და კიდევ მთავარი, დაიმახსოვრე, შენი ენერგია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვისი მოლოდინები. ძვირფასო მეგობარო, შენ ამ სამყაროში მოხვედი არა იმისთვის, რომ დაიკარგო ეგოს ლაბირინთებში, არამედ იმისთვის, რომ იკაშკაშო და სხვასაც გაუნათო გზა. რადგან მსგავსი თემები გაინტერესებს, სწორ გზაზე დგახარ. შენი აზროვნების ევოლუცია უკვე დაწყებულია. შეინარჩუნე მაღალი სიხშირე, ენდე შენს სულს და გახსოვდეს, შენ ხარ ღვთაებრივი სიყვარული, სინათლე და უზენაესი ცნობიერება. მადლობა, რომ არსებობ. მადლობა, რომ ირჩევ ღვთაებრივ სინათლეს. და თუ ჩემმა სიტყვებმა გული გაკითბო, გთხოვ გამოიწერი არხი, მოიწონე ვიდეო და გააზიარე. მოდით ერთად გავუზიაროთ ღვთაებრივი სინათლე და სიყვარული მათ, ვინც არის მზად ამისთვის. და გჯეროდეს, რომ სიკეთეს უკან გაათასმაგებულად დაგიბრუნებთ სამყარო. გისურვებ უსაზღრო ბედნიერებას.